ზუსტად 5 წელიწადში თბილისში ტრამვაი ამოქმედება ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და იაფი ტრანსპორტით მგზავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეეძლებათ. სპეციალური კვლევა საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა, შედეგებს კი უკვე გაეცნენ ექსპერტები, ასევე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე თბილისის მერმა ტრანსპორტის სისტემის ოპტიმიზაციასა და ცვლილებებზე ისაუბრა. წლების შემდეგ თბილისში ტრამვაი ბრუნდება. ლილი გოგოხიაკი ამბობთ. უსაფრთხო, კომფორტული, სწრაფი და იაფი გადაადგილება. მალე დედაქალაქში კიდევ ერთი ტრანსპორტი ტრამვაი იმოძრავებს. მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ეკოლოგიური ფაქტორის გარდა თანამედროვე ტრამვაი საცობებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტრამვაის ერთ შემადგენლობას, თქვათ 3 ვაგონს, შეუძლია ერთდროულად ერთ გადაყვანაზე ჩაანაცვლოს 20 ავტობუსი. შესაბამისად, იმ მარშრუტებზე, იმ ცენტრალურ გზებზე, სადაც გაივლის ტრამვაი, იქ საჭიროება სხვა დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ვთქვათ, მიკროავტობუსი იქნება თუ ავტობუსი, ფაქტობრივად საჭიროება აღარ იქნება. თბილისის ტრამვაი ასე ქვია საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც ახალ ტრანსპორტთან დაკავშირებით კვლევა უკვე ჩაატარა. რამდენად ეკოლოგიურია და უსაფრთხო ტრამვაი, ეს ის ძირითადი კითხვებია, რა მიმართულებითაც საინიციატივო ჯგუფმა უკვე იმუშავა. გაირკვა, რომ უსაფრთხოების გარდა ტრამვაის სხვა ტრანსპორტებთან შედარებით ყველაზე მეტი მგზავრის გადაადგილება შეუძლია. ამასთან ტრანსპორტის კონსტრუქცია იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებმა მგზავრობა დამოუკიდებლად შეძლონ. კვლევის შედეგები დღეს მერმა, საკრებულოს წევრებმა და ექსპერტებმა მოისმინეს. ჩვენც ვცდილობთ რაღაცნაირად პოპულარიზება გავუწიოთ ამ თემას და ვთავაზობთ ჩვენ შეხედულებებს ტრამვაის განვითარების შესახებ, მისი ეკოლოგიურობის, ეკონომიურობის შესახებ. საინტერესო იქნება თუ რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული მომავალში, რა პერიოდის განმავლობაში მოხდება მისი აღდგენა და განახლება, როგორც ინიციატივას მე პირადად მართალი გითხრათ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ. საინიციატივო ჯგუფის გარდა ახალი ტრანსპორტის დანერგვაზე საკონსულტაციო საბჭოც იმუშავებს. ამ ინიციატივით დღეს დედაქალაქის მერი გამოვიდა. გიგი უგულავას განმარტებით, ტრამვაის საწყის ეტაპზე დიდი ინვესტიცია სჭირდება, თუმცა მისი შენახვა სხვა ტრანსპორტებთან შედარებით იაფი ჯდება. პროექტი სავარაუდოდ 9 მილიარდი ევრო დაჯდება. ვცდილობთ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ მაქსიმალურად ახალი განახლებული სერვისები, რომელიც უფრო ესეთი მხრივ კომფორტულს გახდის გადაადგილებას, გავლაც გახდის ქალაქს, მეორეს მხრივ შეამცირებს შესაძლო საცობების რაოდენობას და ელემენტარულად ქალაქს გახდის ბევრად უფრო კომფორტულს. მერიაში პირველ მუშა პროექტს დაახლოებით 1 წელიწადში ელიან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ძირითადი სამუშაოები. სავარაუდოდ 5 წელიწადში კი დედაქალაქში თანამედროვე ტრამვაი იმოძრავებს.